მოგესალმებით. მოკლედ ტექნიკასთან ვერ მეგობრობ და მე მგონი ვარ პირდაპირ ეთერში. ეხლა მომწერე, ვარ თუ არა ვარ. დავიწყო, კვანცა. მოკლედ მიხარია თქვენთან შეხვედრა და მიხარია რომ ჩავრთე და ლაივში ვარ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის სიმხელა რაღაცაა, რომ ვერ წარმოიდგენთ. არ გამომდის ხოლმე როგორც წესი და ახლა ჩემ შულს მოუხმედა ჩავრთე, ანი, მადლობა, აღარ მინდა. მოკლედ ეს სიმხელა რაღაცაა ჩემთვის, რა ისე ჩავრთე და შემოვედი. თანდათან ვწავლობ მოკლედ ტექნიკასთან ურთიერთობას. და მოდი დავიწყოთ ჩვენს დღევანდელ თემაზე საუბარი, ეს არის სიზარმაცე. გამარჯობაო, მესალმებიან, და მე მიხარია, ესე იგი ნამდვილად ლაივში ვარ. და ჩვენი თემა არის სიზარმაცე და თვითმოტივაცია. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ რა განცდა გაგიჩნდათ, როცა წაიკითხეთ, რომ თემა ეხებოდა სიზარმაცეს. გოგოებმა მითხრეს, რომ იმდენი ხალხი იყო დაინტერესებულიო და ნახოთ ახლა რამდენი ადამიანი შემოვიდა და რამდენი დაინტერესდა. როცა წაიკითხეთ ლექციის სათაური, ალბათ თქვენში გაჩნდა სხვადასხვა განცდები. ზოგმა იფიქრა, რომ მოდი დავესწროთ, გავიგო რას ლაპარაკობენ. ზოგმა იფიქრა, რომ რა ვიცი, ახლა ეს სიზარმაცის წამალი რო არსებობდეს, ალბათ ქვეყანაზე არავინ არ იქნებოდა ზარმაციო. ვიღაცა მიფიქრა, რომ თუ ის ჩემი მეგობარი მიდის, მოდი მეც წავალო და დავესწრები და ვნახავ ერთი რა ხდებაო. ვიღაცა მიფიქრა, მორიგი ბლეფიაო, რა ვიღაცას გაპიარება უნდა შეიძლება და იმიტომ ატარებსო. ვიღაცა მიფიქრა, რომ ეს ზუსტად ის არის, რაც მე მჭირდებაო და წავალ გავიგებ ერთი რაზეა ლაპარაკი. იქნება მართლა საინტერესო იყოსო და იქნება მართლა გამოგვადგესო. მინდა რომ ჯერ იმას გეტყვით, რომ მე ვარ პოზიტიური ფსიქოთერაპიის მიმართულების ერთ-ერთი შემომტანი საქართველოში და რა ვიცი პოზიტიურ ფსიქოთერაპიაზე შეყვარებული ადამიანი და ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ეს არის ზღაპრები, თქმულებები, ამბები, ამიტომ ერთ-ერთი მეზღაპრე ვარ, ცნობილი, რომელიც სულ თქმულებებს და ამბებს ყვება და დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც სავსე იქნება ეს ლექცია, სავსე იქნება თქმულებებით, ამბებით, იმიტომ რომ ვთვლი, რომ რამდენიც გინდა ილაპარაკო თეორიაზე, ადამიანს ამბები უფრო კარგად ამახსოვრდება და იცი რა ბოლო-ბოლო დავგუგლავ და წავეკითხავ რა არის ეს სიზარმაცე და ის რომ ჩემგან გინდათ გაიგოთ, რომ მე რას ვფიქრობ რა არის სიზარმაცე, ჩემი დამოკიდებულება და მე როგორ უყურებ და როგორ მოვერია ამას ჩემში, ამაზე ვისაუბრებ დღეს. ერთ თქმულებას მოგიყვებით. ერთი ბრძენი იჯდა ქალაქის კარიბჭესთან და მოგზაური მოუახლოვდა და კითხა, რომ ამ ქალაქში როგორი ხალხი ცხოვრობსო და შენ საიდანაც მოდიხარ იქ როგორი ხალხი ცხოვრობდა? იქო საშინელიო, ბოროტიო, შურიანიო, საზიზღარი ხალხი ცხოვრობდა, ერთი სული მქონდა იქიდან გამოგქცეულიყავი. არ გამოგადგებაო მაშინო ჩვენი ქალაქიო, იმიტომ რომ აქაც ზუსტად ესეთივე ხალხი ცხოვრობს. ცოტა ხნის მერე კარიბჭეს მოუახლოვდა მეორე მგზავრი, რომელმაც ასეთივე კითხვა დასვა, ამ ქალაქში როგორი ხალხი ცხოვრობსო? ბრძენმა კითხა, რომ შენ საიდანაც მოხვედი იქ როგორი ხალხი ცხოვრობდა? იქო არაჩვეულებრივიო, კეთილი, პოზიტიური, კეთილის ყოფილი, ისე გული დამწყდა, რომ წამოვედიო, ამ ქალაქში ზუსტად ესეთი ხალხი ცხოვრობსო, მობძანდიო. მოსწავლემ კითხა, რომ რატო უთხარიო ერთი და იგივე ქალაქსო, ერთსო ერთი და მეორეს მეორე? იმიტომ უთხარიო, რომ ესეც არისო, ბოროტი ხალხი ცხოვრობს და კეთილი ხალხი ცხოვრობს. უბრალოდ ვინც რას ხედავსო, ვისაც რისი დანახვა უნდა, იმას იღებსო. ასე რომ შემოკარგებო, ამ ჩვენი შეხვედრიდან თითოეული თქვენთაგანი წაიღებს იმას, რაც უნდა რომ წაიღებს. ძალიან მეეჭვება, რომ აქ იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც არაფრის წაღება არ უნდა და რომელსაც ეჭვი ეპარება იმაში, რომ აინტერესებს როგორ დაძლიოს სიზარმაცე და თუ გაიგებს ამის გზებს, რაღაცაში მაინც არ გამოიყენოს ეს. და თითოეული თქვენთგანი უნიკალური ადამიანია და ამიტომ აქ რამდენი ადამიანიც არის, ზუსტად იმდენი დამოკიდებულება იქნება იმის მიმართ, რაც მე ვილაპარაკებ და ეს ბუნებრივია.
როცა ესათაური ნახე თქვენმა ერთმა ნაწილმა ისიც იფიქრა, რომ ერთი ვნახო, აბა რამდენი ხანი გრძელდებაო, საინტერესოა, შევხედოო და ნახა, რომ გრძელდება რაღაცა საათნახევარი, ხო? აუ, იფიქრა საათი, საათნახევარი, ამას რა მოусმენსო. ვიღაცამ იფიქრა, რომ ეს საათნახევარი საერთოდაც რა ცოტაო, არ მეყოფაო, რა უნდა მოასწროს ამ ქალმა ამ საათნახევარშიო. რა ვიცი, მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად მეტი მოვასწრო და მეტი გაგიზიაროთ. და აი ზუსტად იქ როცა ჩდება კითხვა რომ რა ვქნა წავიდე თუ არ წავიდე აი ზუსტად იქ იწყება პირველი კონფლიქტი შინაგან მესთან მსგავსი დილემის წინაშე თითოეული ჩვენთაგანი ხშირად დგება ხოლმე ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე როცა ჩემგან საჭიროა ფიზიკური რესურსის და მორალური რესურსის ჩვენ ვიცით რომ ეს უნდა გავაკეთოთ მაგალითად უნდა მივიდე და უნდა მოვისმინო იმიტომ რომ აი ამის გაკეთების მერე მე იმაზე წინ ვიქნები ერთი ნაბიჯით ვიდრე იქამდე ვიყავი სანამ ამას გავაკეთებდი ეხლა თვითოული თქვენთაგანი ვინც ესწრებით დღეს ლექციას იმაზე ოდნავ სულ პაწაწინათი უკეთესები გახდებით ვიდრე იყავით მანამდე სანამ ამ ლექციას დაესწრებოდით და ესია ყოველ დღე მე შემიძლია განვითარდე და გავხდე იმაზე უკეთესი ვიდრე გუშინ ვიყავი, ხო? და როცა აი ფიქრობ, რომ გავაკეთო, არ გავაკეთო, დავესწრო, არ დავესწრო. აი ზუსტად ამ დროს იჩენს ხოლმე თავს აი კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი, ეს არის სიზარმაცე. და თქვენ რადგან უკვე გადადგით ეს ნაბიჯი, ჩაერთეთ ამ ლექციაში, უკვე გაიუმჯობესეთ ნებისყოფა და იმაზე უკეთესები გახდით, ვიდრე აქამდე იყავით და სიზარმაცეს მოუგეთ ერთი რაუნდი. ერთი რაუნდი არის თქვენ სასარგებლოდ 1-0. რა არის სიზარმაცე? სიზარმაცე არის საკუთარი უმოქმედობის გავრცელებული აზრი და მას ობიექტური მიზეზები აქვს. შეიძლება ჩვენს მიერ გამოგონილი მიზეზებიც აქვს და შესაძლებელი თუ არა სიზარმაცის დაძლევა. ну ამაზე ოდითგანვე იყო ბჭობა, ფიქრი, ლაპარაკი და სიზარმაცე სხვადასხვანაირად უყურებდნენ სხვადასხვა პერიოდში. ძველ დროში მაგალითად სიზარმაცისადმი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური იყო და სიზარმაცეს ბოროტებად თვლიდნენ. სხვათა შორის მართლმადიდებლურ ქრისტიანულ რელიგიაში ზოგადად სიზარმაცე ითვლებოდა ცოდვად. მხოლოდ ეხლა გასული საუკუნიდან ითვლება სიზარმაცე უარყოფით თვისებად. და მოდი ეხლა მის შესწავლას სხვადასხვანაირად უდგებიან ადამიანები და არსებობს სიზარმაცის შესწავლის 4 მიდგომა. პირველი მიდგომა ეს არის განვიხილოთ სიზარმაცე როგორც პიროვნების უარყოფითი თვისება. მეორე ეს არის სიზარმაცე როგორც სხეულის დამცავი მექანიზმი. მესამე სიზარმაცე როგორც დაავადება და მეოთხე სიზარმაცე როგორც მითი. მე 3 შვილის დედა გახლავართ და ერთი შვილიშვილის ბებია. ის ბებიობა ჩემთვის ყველაზე მაგარი რეგალია და ამას ყველაზე დიდი სიამაყით აღნიშნავ ხოლმე. და ბავშვებს სულ ვაკვირდებოდი, ეხა ბუნებრივია, განსაკუთრებით ეხა ჩემ შვილიშვილსაც და მივხვდი, რომ ეს ბავშვები დაბადებიდან აი ძალიან აქტიურები იყვნენ, სიხარულით აკეთებდნენ ყველაფერს, სიხარულით მეხმარებოდნენ თქო სათამაშოების ალაგებაში და დასუფთავებაში, როცა ეუბნები, რომ ბებო, მოდი ნამსხარი გამოვაცხოთ, უხარია, შენზე ძალიან უხარია, რომ გამოვაცხოს, თუ ჭურჭელი გარეცხოს, თუ ბაღში წავიდეს, ყველაფერს ამას დიდი სიხარულით გაკეთეს, მაგრამ ეს დაახლოებით 4 წლამდე გრძელდებოდა და სიზარმაცის პირველი მცდელობები აი ბაღში აქტიურად წასვლის მერე დაიწყო, რაც მე შევამჩნიე. მას ეზარებოდა იმის გაკეთება, რასაც იქ ავალებდნენ. და დავაკვირდი, როცა ვეუბნებოდი, რომ მოდი ერთად დავხატოთ, ბავშვი ამას სიხარულით აკეთებდა. თუ ის ხატავდა იმას, რაც მას უნდოდა. თუ ვეუბნებოდი, რომ აბა მოდი დახატე მზე. ან დახატე სახლი. მეუბნებოდა, რომ იცი რა, შენ ამას უფრო უკეთესად გააკეთებ და მოდი რა შენ დახატე. და მივხვდი, რომ როცა უკვე აი ვალდებულებაში იყო და როცა მას პასუხისგებლობა მეტი ჰქონდა და როცა ვავალებდი, რომ ეს გააკეთე, ფიქრობდა, რომ ეს გამომივა თუ არ გამომივა. და უკვე ამ პატარა ადამიანს შეცდომის დაშვების შიში დაეწყო, რომ ვაი თუ ისი არ გამომივიდეს. ესე იგი, და ხვდებოდა, რომ როცა მაგალითად წრეს ხატავდა, ეს წრე არ გამოდიოდა ისეთი, როგორიც მაგალითად ჩემი დახატული წრე. და თავს გრძნობდა წარუმატებლად. და აღმოჩნდა, რომ ეს წარუმატებლად რო იგრძნოს თავი, საერთოდაც არ მოსწონს ამ ბავშვს. და ერთშია, რომ საერთოდ არ გაეკეთებინა ის, ვიდრე თავი წარუმატებლად ეგრძნო.
ამ დროს ჩვენ ხო ვიცით რომ წარმატება მხოლოდ ქმედებაში იბადება. როგორ დახატავ წრეს თუ შენ რეგულარულად არ ხატე და არ ისწავლე როგორ დახატო და ავალებენ ხოლმე ბავშვი რომ გამოჭერი განსაკუთრებით მაკრატლის ხმარება ისეთი რთული იყო ბავშვისთვის რომ აი როცა წრეს ჭრიდა ხო ისეთი დაგრეხილი წრე გამოსდიოდა ძალიან და აღარ მქონდა სურვილი მოკრეთ რომ ეს წრე გამოეჭრა მაგრამ თუ ბევრჯერ არ გამოჭერი ეს წრე და მაკრატლის ხმარება თუ არ ისწავლე არასოდეს ეს წრე ისეთი არ გამოვა როგორიც შენ გინდა და ბავშვი უბრალოდ გაჩერდა საზღვართან, რომ მე არ შემიძლია ამის გაკეთება და ვერ გაბედა ამ საზღვრის გადაკვეთა. ქცევის ესეთი მოდელი ფორმირდება, აი ბავშვობიდან ნელა-ნელა და თანდათან ჩვევად იქცევა. ესე რომ სიზარმაცის ერთ-ერთი პირველი მიზეზი არის მარცხის შიში. თუ მე ეს რწმუნებულებაში გამიჩნდა რომ მე ეს არ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ არ გამომივა, ეს ნელ-ნელა უკვე ჩემ რწმუნებულებად იქცევა და მე ვცდილობ რომ რაღაცა, რაც არ გამომივა, შეგნებულად არ გავაკეთო, ხო? მაგრამ ღირს რომ შევჩერდე და აღარ გავაკეთო და შეიძლება საერთოდ ვერ ვისწავლო ამისი კეთება, თუ ბავშვმა შეცდომა არ დაუშვა, ის ვერ განვითარდება და ამას ძალიან ხშირად ვინ იწვევს, საიდან ფორმირდება ეს შიში, რომ რაღაც არასწორად გავაკეთო. შეიძლება სკოლაში, ბაღში, სულაც უთხრა მასწავლებელმა, რომ მოიცა, ესე კი არა, ესე. მოდი აბა გამოგიჭრა, მოდი აბა მე დაგეხმარო. არა, იცეთ შესაძლებლობა თვითონ დაუშვას შეცდომა. თვითონ გამოჭრას. რა პრობლემა იმ წრეს თუ ვერ გამოჭრის იმ დღეს, ხვალ გამოჭრის, ზე გამოჭრის. მაგრამ ეს თან ბავშვში ყალიბდება. ერთ-ერთი მახსენდება, ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი ტელეფონზე და არაჩვეულებრივი ადამიანია, უნიჭიერესი თვითონ და ველაპარაკება და ამ დროს თავის შულს ევდება. შეგეშალა, ამუხი აბა, ეხლა თავიდან დაწერე, ასოებს სწავლობდა ბავშვი. ვთქვი, რატო ეუბნები მეთქი, რომ თავიდან დაწერე? იმიტომ რომ ისე უნდა დაწეროს, რომ ეულშიო, შეცდომაო, როგორ უნდა ქონდესო. და რატო არ უნდა ქონდეს? დაუშვას შეცდომა, მე რა, იცოდეს, რომ შეცდომის დაშვება ტრაგედია არ არის. დაუშვებ შეცდომას და გამოასწორებ. თუ შეცდომა არ დაუშვი, ხო? ვერასოდეს ვერ ვისწავლი სწორად როგორ გავაკეთო. და აი ეს შეცდომის დაშვების შიში ზუსტად არის სიზარმაცის ერთ-ერთი პირველი მიზეზი. ერთხელ ჩემო პატარა შვილმა მკითხა, რომ რაში მდგომარეობსო ადამიანის ცხოვრების აზრიო. პატარა, მაგრამ უკვე დიდი თინეიჯერი იყო. და დავიწყე ფილოსოფიიდან და მითებიდან და რელიგიიდან და მივედე და მოვედე და უცებ ძალიან მკაფიო აზრი გამიჩნდა რა. რაში მდგომარეობს ცხოვრების აზრი, იცი? რაში მდგომარეობს და განვითარებაში. და თუ სიზარმაცის გადასახედიდან შევხედავ, რა არის სიზარმაცე? განვითარების უზარმაზარი მუხრუჭი. და თუ მე დავმუხრუჭ, ესე იგი ვერ განვითარდები. და თუ ვერ განვითარდები, ესე იგი წინ ვერ წავალ. და თუ წინ ვერ წავედი, მინდა გითხრათ, რომ გაჩერება ერთ ადგილზე არ არსებობს. არსებობს უკან წასვლა. ორი ვარიანტია, ან მივდივარ წინ, ან მივდივარ უკან. ეხლა ჩემ პატარა შვილი, ჩემი მე-11 კლასშია და მეუბნება ხოლმე ხანდახან, რომ ამ გაკვეთილის სწავლას რა აზრი აქვს, რა თავი დამანებეო. მესმის, რომ ეს მოსწავლეები ამ სისტემის მძევლები არიან და მეც არ მომწონს ძალიან ბევრი რამე. მაგრამ მეუბნები ხოლმე, იცი რა, კი, მესმის, რომ არ გინდა და არ გიყვას, მაგრამ თუ ამას გადალახავ, აი, ძალიან ყოჩაღი იქნები, ძალიან მაგარი იქნები და სცადე. მაგრამ მას კი ვეუბნები, მაგრამ ჩემ თავში რო ვფიქრობ ხოლმე, მეც მქონია შემთხვევა, როცა რაღაცა საქმის კეთება არ მინდა, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ეს უაზროა და ეს არ მომწონს. და რა სწავლობს? სწავლობს იმას, რაც მას მოსწონს. რისი გაკეთებაც მას უნდა. ამას წინათ ამ ბოლო დროს, მოკლედ ეს რაც კორონავირუსი დაიწყო, ძალიან აერია ეს დროის ამბავი და ღამე ძალიან გვიანი ძინებს და დღე უჭირს ადგომა. და მათემატიკის გაკვეთილი ხონდა და მასწავლებელი მირეკავს, რომ არ შემოსულაო და იქნებო გააღვიძო, რომ შემოვიდეს. გავაღვიძე და უთხარი, რომ აჩემ მეთქი, გაკვეთილი გეწყება. 2 წუთი დამაცადე. დავაცადე 2 წუთი. 2 წუთის მერე კიდე გავაღვიძე. ვაჩემე უთხარი, გაკვეთილი გეწყება. 2 წუთი, ის 2 წუთი გახდა 5 წუთი, 10 წუთი. მე უთხარი, შენი გადასაწყვეტია, თუ არ გინდა, არავინ ძალას არ გადას, კი ბატონო, ნუ ივლი. დაურეკე მათემატიკის მასწავლებელს და უთხარი, რომ ვაჩე მათემატიკაზე აღარ ივლის. მისი სურვილი იყო, რომ ევლო მათემატიკაზე, რომ რაღაცები გამოჩენილი მაქვს და მინდაო, რომ მათემატიკაზე ვიარო. კი ბატონო, იარე. როცა გაიღვიძე, მე უთხარი, რომ ვაჩე შენ მათემატიკაზე აღარ დადიხარ მეთქი.
რამდენიმე დღის მერე ვხედავ რაღაცას წერს, თან იმაშია კომპიუტერში ეჩვენებს, რა საკეთებ მეთქი ვთქვა და მოიცა მათემატიკის გაკვეთილი მაქვს. და რა მირეთ მეთქი, შეხო მათემატიკაზე აღარ დადიხარ და არაო, დავდივარო. თვითონ დაურეკა თურმე მასწავლებელს და თვითონ გადაწყვიტა, რომ იაროს მათემატიკაზე. მისი გადაწყვეტილება, ეს არის საგანი, რომელიც მას აინტერესებს და როდესაც მიხვდა, რომ არავინ ამას არ აძალებს და მისი გადასაწყვეტია, თუ აინტერესებს, უნდა იაროს და უნდა არივლის, მისი გადაწყვეტილება იყო, რომ იაროს. ეს არის საქმე, რომელიც მას უყვარს. და ძალიან ძნელია იმ საქმის კეთება. ეხლა მე რომ მეთქვა მაგალითად, რომ აი ბიოლოგიაზე თქვა ბიოლოგიას დაესწარე, 100 წელი არ დაესწრებოდა, იმიტომ რომ არ აინტერესებს და მისი არ არის. არც ვაძალებ, არ არის აუცილებელი ისწავლო ისეთ დონეზე და ისე, როგორც მათემატიკა, საგანი, რომელიც ძალიან გიყვარს. და როცა ჩვენ იმ საქმეს ვაკეთებთ, რომელიც არ გვიყვარს, ან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, ეს სიზარმაცესაც იწვევს და მისი შესრულების შინაგან ბლოკირებასაც ახდენს. ასეთი სახის სიზარმაცესთან შესაჩერებლად ორი გზა გვაქვს. ერთი არის, რომ ან არ გავაკეთო ის, რაც არ მიყვარს და დავანებო თავი, ან საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ იცი რა, თუ მე ამას გავაკეთებ, მაგარი ვიქნები, ყოჩაღი ვიქნები და ასე შემდეგ. მაგრამ ამას ხშირად ვერ გავაკეთებ. იმიტომ რომ ცნობიერებასთან ასეთი თამაში ძალიან დამგლელია. ეს შეიძლება ერთხელ, ორჯერ. ამიტომ უკეთესია, რომ ის საქმიანობა, რომელიც მე არ მომწონს, შევცვალო საყვარელი საქმიანობით. მოსაწყენი სიზარმაცის უფრო სწორედ, რომელიც მოსაწყენობიდან გამომდინარეობს, კიდევ ერთი მიზეზი რა არის, იცით? როცა ადამიანი წინ უსწრებს იმ სიტუაციას, მაგალითად კლასში ბავშვი უფრო განვითარებულია, ვიდრე მოსწავლები. ან ადამიანმა თავის საქმეში მაქსიმუმს მიაღწია და გახდა ძალიან ძლიერი სპეციალისტი და ამის იქით აღარ არსებობს. აი ამის იქით რა უნდა გავაკეთო? ამ დროს ადამიანს мотиваცია ეკარგება, იმიტომ რომ თუ მე ამაზე წინ ვერ წავალ და ესე იგი мотиваცია აღარ მაქვს. და ამ ბავშვებსაც აღარ უნდათ ხოლმე თანატოლებთან ერთად დავალების გაკეთება, იმიტომ რომ ეს მისთვის არაფერი არ არის. უცებ გააკეთეს და საინტერესო ამაში არაფერი აღარ არის. ამიტომ უნდა განვითარდეს და უნდა მოძებნოს უკვე ახალი საქმე, ახალი ნაბიჯი გადადგას და უფრო წინ წავიდეს. სიზარმაცის მეორე მიდგომა ეს არის სიზარმაცე როგორც სხეულის დამცავი მექანიზმი. ეს თვისება მხოლოდ ცხოვრების გარკვეულ მომენტებში ვლინდება და აუცილებელია დასვენებისათვის. განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ, ჩემს ახალგაზრდობაში მათ ტრუდაგოლიკებს ვეძახოდით. რაღაცა მოღრეცილი მაქვს სათვალე, ხო? აიცა. აი, გავისწრე. ხო, ჩვენს ახალგაზრდობაში მათ ტრუდაგოლიკებს ვეძახით და იმდეს მუშაობენ ეს ადამიანები, რომ შეიძლება გადაიწვან ზოგჯერ და ჩვენი ორგანიზმი აკეთებს იმას, რომ მოდი გავაჩერო, სანამ ისეთი რამე დამართნია, რომ მე გამოუსწორებელი იქნება. და თუ ეს სიზარმაცე, აი ესეთი, უსასრულობაში არ გადადის და როცა მე გადავაჭარბე და ძალიან ბევრი ვიმუშავე და დასვენება მჭირდება, იმ მომენტში ვისვენებ, მაგრამ მე ისევ ვაგრძელებ მუშაობას, ამასი საშიში არაფერი არ არის. მაგრამ ზოგჯერ სიზარმაცე უსასრულო სახსიათს იღებს და არ ვაკეთებ, აი მაშინ უკვე საფიქრალია, რომ რატო ხდება ეს და როგორ შევცვალო ეს. ჩემი აზრით ჯობია მოვახერხო ცხოვრების ორგანიზება ისე, რომ როცა ვიმუშავებ, მე ჩემი თავი დავაჯილდოვო დასვენებით. და როცა კარგად ვისვენებ, მე ერთი სული მაქვს, რომ მუშაობას შეუდგე. ეხლა ვერ წარმოიდგენთ კორონამ რა ამბები ქნა. მე პირადად ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება, რომლებიც სული ძახოდნენ, აუ, სამსახურში წასვლა აღარ მინდა და დავიღალე და ეხლა 99% ერთი სული აქვს სამსახურში გავიდეს. თურმე რა კარგი ყოფილაო ეს სამსახურიო. რა მაგარი ყოფილა, როცა სახლიდან გადიხარ, როცა ადამიანებს ეურთიერთობები, როცა საქმეს აკეთებო. დასვენებამ გამოიწვია ის უკვე ეფექტი, ზუსტად რასაც ქვია მუშაობის სურვილი. და სიზარმაცე დააძლევინა ადამიანებს. აი ხა რო გავლენ, სავარაუდოდ ეს რაღაცა პერიოდი გაგრძელდება და სასურველია, რომ ეს ძალიან დიდი ხანი გაგრძელდეს. და მშვენიერია. კიდევ ერთი მიზეზი, როდესაც სიზარმაცე დამცავი მექანიზმის სახით გვევლინება, ეს არის სასიცოცხლო ენერგიის ნაკლებობა. როდესაც მე მაქვს საყვარელი საქმე, მაგრამ რაღაცა გრანდიოზული საქმე მაქვს და არა მაქვს
იმდენი ენერგია, რომ მე ამ გრანდიოზულ საქმეს გავუმკლავდე, ხო? ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება ჩემი მიზნების მასშტაბებს. ამ დროს უნდა შევჩერდე და დავისვენო. ნუ მხოლოდ ასეთო მოვერევით სიზარმაცეს. ეს განვიხილეთ მეორე მიდგომა და მესამე მიდგომა ეს არის სიზარმაცე როგორც დაავადება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრით სიზარმაცე დაავადება არ არის. თუმცა არსებობენ დაავადებები, რომლებიც სიზარმაცეს ამა თუ იმ ფორმით იწვევენ. ასეთია მაგალითად დეპრესია, გადაწვის სინდრომი, ძილის დარღვევები, დაბალი წნევა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და ეს დიაგნოზები რა თქმა უნდა აისახებიან ადამიანის ბუნება-განწყობაზე. ამ დროს შეიძლება ადამიანი იყოს მივარდნილი, უხასიათოდ, ენერგიის დეფიციტი ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ რომელიმე მათგანი თქვენთვის ნაცნობია და გეცნოთ, რომ აუცილებლად რაღაცა გჭირთ. დიდი ალბათობით ეს არის სიზარმაცე, რომელიც გაქვთ ჩვევაში გამჯდარი და ყოველგვარი დიაგნოზის გარეშეა აბსოლუტურად. მეოთხე მიდგომა ეს არის, რომ სიზარმაცე არის მითი. მე ეს თვალსაზრისი მომწონს ყველაზე მეტად. და უსაქმურობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ თქვენ ვერ შეამჩნიეთ აზრი, რომელიც თქვენ მოგერიათ, თანდათან როგორ იქცა რწმუნებულებად. აზრი ასეთი, რომ შენ ეს არ გამოგივა. ეს სიცრუეა. ეს შეიძლება შევცვალოთ სიმართლით, რომ სცადე შენ ეს გამომივა. ან როცა ცნობიერება მეუნება, რომ იცი რა, შენ არავისზე ნაკლები არ ახარ, ძალიან კარგად ცხოვრობ და რა გინდა და დაისვენე რა. რა ხდება ამ დროს, ხო? რა თქმა უნდა, სწორად მიხვდით. ამ დროს მე კომფორტის ზონაში ვარ, მშვენივრად გრძნობ თავს და არ მინდა კომფორტის ზონის დატოვება. მაგრამ თუ მე მინდა რომ რაღაცას მივახციო, მომიწევს რომ ეს კომფორტის ზონა დავტოვო და ეს წუნებულებაზეა მეთქი დამოკიდებული თქვი და თუ მე სურვილი მექნება ამ წუნებულების შეცვლაც შესაძლებელია. წუნებულებები ჩვენს გონებაში ცხოვრობენ, რომლებიც ძალიან ხშირად მაგალითად ამას მე არ გავაკეთებ, თქვი უკვე არ გამომივა, ან ამას იმდენი დრო ჭირდება და სად არის დასაკარგი დრო, სიცოცხლე ისედაც ხან მოკლია, ნიახური ხوار ვარ მეორედ მოვიდე. მაგრამ წუნებულებებიც პირობითია, მათი შეცვლაც შეიძლება. პიროვნების თავისებურება ის არის, რომ მას შეუძლია თავისი რწმენის შეცვლა ქცევის მოდელების შეცვლით. სიზარმაცე არის მითი. არსებობს მიზეზები, რომლებიც გვაიძულებენ, რომ ვიყოთ ზარმაცები. ეს მიზეზები შეიძლება იყოს ობიექტური და შეიძლება იყოს გამოგონილი. ჩვენ გვინდა უკეთესი ცხოვრება, მაგრამ სიზარმაცე ვიწყებთ ინფორმაციის ძებნას, დავგუგლავთ ახალ მეთოდიკებზე, რომ აბა ვნახოთ ერთი სიზარმაცის წამალია, რა არის რაღაცა. ეხა იქნება ლალისა მივდივარ ლექციაზე და ეგება რამე აბი დამინიშნოს, რომ ჩავკლაპო და ეს სიზარმაცე უცებ მომეშვას. ან იქნებ ჯადოსნური ჯოხი აქვს, დამიქნევს და უცებ აღარ ვიქნები ზარმაცე. არა, ჩემო ძვირფასებო. სიზარმაცის წამალი ერთადერთია, ეს არის კეთება. წადი წინ, ან დაბრუნდი უკან. სხვა ვარიანტი არ არსებობს. სიზარმაცეს როცა ვუთმობთ, ამის ხელს უწყობთ მის განვითარებას. როცა სიზარმაცეზე გამარჯვება, ნების ყოფას წვრთნის, განსაზღვრავს ჩვენ ხასიათს, საიდან იწყება სიზარმაცე, ხო? მე ესე მგონია, რომ სიზარმაცე უფრო ხშირად ბავშვობიდან იწყება. როცა ბავშვს მშობელი არ ანებებს ძალიან ხშირად რაღაცის კეთებას, შენ ამას ვერ გააკეთებ. ჭამა საჭმელი, დატოვა თებში გავიდა. რატო აიღოს ეს თებში და გადადოს, ხო შეიძლება? არა, მოდი ბებო ჩაგაცვა, მოდი თასმები შეგიკრა, მოდი ჩანთა ჩაგილაგო. ბავშვი ეჩვევა, რომ მის მაგივრად სულ წყები აკეთებენ რაღაცას და მე დიდობაში წესია, სულ ელოდება, რომ ვიღაცა ამ საქმეს გააკეთებს, ვიღაცა ამ საქმეს მოაგვარებს, ან ეს საქმე თავის თავად მოგვარდება. როდესაც ჩვენ სიზარმაცეს როცა ვუთმობთ, არ ვაკეთებთ, ვაყალიბებთ ქცევის მოდელს. სიზარმაცის ქცევის მოდელს, რომელიც ხდება ჩვევა. ჩვევა გადადის ხასიათში, ხასიათი კი რა არის? რა? ხასიათი ჩვენი აყალიბებს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ბედის წერას,
და როგორ ცხოვრობ, აი ხედავთ როგორ არის ერთმანეთზე მარგალიტებით გადაბმული, ჩვენზეა დამოკიდებული და აბსოლუტურად ჩვენი არჩევანია. სიზარმაცის გარდა არსებობს ძალიან დიდი ხელშემშლელი მეორე სიზარმაცის მეგობარი, რომელსაც ქვია პროკრასტინაცია, ანუ გადადება, როცა მე რაღაცა საქმეებს ვდებ უსასრულო, რომ დღეს არა, ხვალ გავაკეთებ, ხვალ არა, ზეგ გავაკეთებ, ძალიან ხშირად ამ ორ გაგებას ერთმანეთში ურევენ ხოლმე. სიზარმაცე ეს არის მოქმედების და საქმის კეთების სურვილის არ ქონა, უსაქმურობისაკენ მიდრეკილება. და პროკრასტინაცია ეს არის მიდრეკილება საქმის გადადებისაკენ და ხშირად პროკრასტინაცია ძალიან სერიოზულ ფიზიკურ ტკივილებს იწვევს. და პროკრასტინაცია სხვათა შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული და ითვლება, რომ საერთოდ მოსახლეობის თითქმის 95% ამ პროკრასტინაციით არის მოწამლული, ესე ვთქვათ. და ეს თანამედროვე ცხოვრების პრობლემაა. ჯერ საქმეს გადავდებთ და მერე დროში ვართ შეზღუდულები, განსაკუთრებით მე ჭირდა სტუდენტობის დროს გამოცდამდე ერთი თვეა. 2 კვირაა ვიძახოდით. 1 კვირაა დარჩენილი, ბოლოს 2 დღეა დარჩენილი და ვათენებდით იმ ორ ღამეს, რომ გამოცდაზე გავსულიყავით და გამოცდა ჩაგვებარებინა იმ ორ დღეში. რითია ეს გამოწვეული? იმით, რომ არ მინდა უსიამოვნო საქმის კეთება, მეზარება, მოდი რა სხვა უფრო კაი რაღაცას გავაკეთებ. მაგრამ ის შემჭიდროებულ ვადებში მიწევს საქმის კეთება, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაც, რომ ისე არსებობენ ისეთი ტიპის ადამიანები, რომლებსაც მაინც და მაინც სტრესი სჭირდებათ იმისათვის, რომ ეს საქმე გააკეთონ და ამ მოკლე დროში გააკეთონ. და პროკრასტინაციის გადასალახავად აუცილებელია მართოთ ჩვენი ნეგატიური განწყობა. იმიტომ რომ პროკრასტინაციის მიზეზი სინამდვილეში დროის არასწორად განაწილება კი არ არის. ემოციების არასწორად მართვაა. და რა იწვევს ანუ გასაკეთებელი საქმისადმი ჩვენი წინასწარი განწყობა. ეს იქნება ნერვიულობა, იმედგაცრუება, თავდაჯერებულობის არ ქონა, მარცხის შიში. პროკრასტინაცია სიზარმაცისგან განსხვავებით ძალიან აქტიური პროცესია. ამ დროს ჩვენ ვირჩევთ სხვა რაღაცის კეთებას და არა უსაქმურობას. აი მოდი ახლა გულწრფელად ვთქვათ რა. რატო გადავდებთ ხოლმე საქმეს? იმიტომ რომ უფრო რთულია, ხო? და უფრო კარგია რომ ამ დროს უფრო იოლი საქმე გავაკეთო. არ ვიცი რა ალბათ ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობს რომ რა ვიცი შეიძლება მე არა ვარო პროკრასტინატორიო, მაგრამ იცი რა როცა რაღაცას გადავდებთ, სინამდვილეში რა ხდება? ის რაღაცა მღრღნის, მაწუხებს, მაინც არ მასვენებს რა. ხო ვიცი რომ ეს საქმე გასაკეთებელი მაქვს, მაინც გასაკეთებელი მაქვს და ვერ ვისვენებ. და ზოგჯერ საკუთარი თავისაც კი მწვენია და ამ ყველაფერმა შეიძლება მოტივაციით დაკარგვამდეც მიგვიყვანოს. საქმის მუდმივად გადადებამ შეიძლება ქრონიკული აშლილობა გამოიწვიოს, სტრესი გამოიწვიოს, შფოთვა და დეპრესიაც კი გამოიწვიოს. მე ხშირად მქონია ესეთი შემთხვევები, როცა ადამიანს გონია, რომ რაღაცა პატარა საქმე გადადო, მეორე, მესამე და შემდეგ უკვე ესეთ სერიოზული დეპრესიით მოსულან, რომ ამისთვის დაჭირვებიათ რაღაცა გარკვეული პერიოდი, რა თქმა უნდა, ფსიქოკონსულტაციაზე სიარული, რომ ეს გადაელახათ. ალბათ თითოეულ თქვენთაგანს გაინტერესებთ, ხართ თუ არა პროკრასტინატორი, ანუ საქმის გაჭიანურების და გადადების დიდოსტატი. მოდი შევამოწმოთ, მე ხა გეტყვით თქვენ კითხვებს, ოღონდ გულწრფელები იყავით საკუთარ თავთან, რომ გავარკვიოთ, ხართ თუ არა პროკრასტინატორი. როცა რაღაცა საქმე გაქვთ გასაკეთებელი. გითქვამთ თუ არა, რომ აი ხა მე ველოდე, აი ხასიათი არა მაქვს რა. აი კაი ხასიათზე რომ ვიქნები და კაი განწყობაზე მე გავაკეთებ ამ საქმეს. თუ თქვენ ეს გითქვამთ, თქვენ ხართ პროკრასტინატორი, მინდა გითხრათ. ან საქმის დაწყებამდე მოსამზადებელი პერიოდი მჭირდება, ხო? რაღაცა დრო მჭირდება, რომ მოვემზადო რომ ეს გავაკეთო. ამბობ, აიცი რა, რაღაცა ერთი დღე მჭირდება, რომ მოვემზადო, რაღაც ფურცლები უნდა ვიყიდო, რაღაცა ფანქრები ვიყიდო, ეს ვქნა, ის ვქნა. თუ თქვენ საქმის დასაწყებად რაღაცა პერიოდი გჭირდებათ, ესე იგი თქვენ პროკრასტინატორი ხართ. თუ თვლით რომ საქმის დაწყებამდე ეხა იმდენი მაქვს სამეცადინო, ან ეხა იმდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი და მოდი ეხა გავერთობი
თქვენ პროკრასტინატორი ხართ. ან სანამ მე ამის კეთებას დავიწყებ, მოდი ჯერ საჭმელს შევჭამ, ჩაის დავლევ, ყავას დავლევ, სიგარეტს მოვწევ. თუ გეცნობათ, თქვენს შემოძვირფასებო პროკრასტინატორები ხართ. რა თქმა უნდა, მე თქვენ არ გადანაშაულებთ, იმიტომ რომ მეც წამი პროკრასტინატორებ ხოლმე, საკმაოდ ხშირად, მაგრამ მე ვახერხებ ხოლმე ნაბიჯების გადადგმა და მინდა რომ თქვენც დაგეხმაროთ პირველი ნაბიჯების გადადგმაში, რაც იმით იწყება, რომ პირველ რიგში ვაღიარო, ვარ თუ არა პროკრასტინატორი. თუ ამას ჩემ თავთან ვაღიარებ, მე უკვე ვეძებ მიზეზს. რა არის იმის მიზეზი, რომ მე ვარ პროკრასტინატორი? სამი მიზეზი შეიძლება იყოს. პირველი, რომ ის საქმე, რომელიც მე მაქვს გასაკეთებელი, ნამდვილად მოსაწყენი და არა სასიამოვნოა. მეორე, როცა წარუმატებლობის მეშინია. და მესამე, თუ ჩემ ტვინს უკვე ჩვევად აქვს მნიშვნელოვანის გადადება. აი ძალიან ხშირად არის ხოლმე, ეხლა პირველი შემთხვევაში უკვე ვილაპარაკეთ, როგორც უნდა მოიქცეთ, წარუმატებლობის შემთხვევაშიც ფაქტიურად ვილაპარაკეთ და თუ უკვე ჩვევად მაქვს ეს რო გადავდო რაღაცები. ამის შემდეგ ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ ის ქცევის მოდელი, რომელიც ძალიან ღრმად არის ამ ჩემ ტვინში ჩაბუდებული. და მე პრაქტიკაში შევიმუშავე ერთი საინტერესო სტრატეგია, რომელიც ახალი ჩვევის გამომუშავებას გულისხმობს და ეხლა გაგიზიარებთ. ამისათვის დამჭირდება ფურცელი და სამწუხაროდ ლაივში პირდაპირ წერა თურმე არ შეიძლება და დაფამი აქ არა მაქვს ოფისში არა ვარ, სახში ვარ ალბათ მიხვდით, მაგრამ არა უშავს გამოვასწოროთ, მე ჩემთან მოდით ოფისში და დაფაზეთ, დაგიხატავთ, სავარჯიშოებსაც გავაკეთებ და ჩავეხუტებით კიდევაც ერთმანეთს ესე რომ ეხა მოგვიწევს, იმით დავკმაყოფილდეთ რაც გვაქვს, აი ფურცელი და მინდა რაღაცა საქმეებმა გასაკეთებელი, ხო? და რაღაცა ეს საქმე, დიადი საქმეებიც მოგეხსენებათ, პატარა ნაბიჯებიდან იწყება და მე თუ მსოფლიო შემოვლა მინდა, ერთი პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგა და მერე შემოვივლი მსოფლიოს, ხო? თუ მე რაღაცის გაკეთება მინდა, ეს გლობალურ და გრანდიოზულზე რო ვფიქრობ, ისეთი განწყობა მაქვს, გული მისყდება, რომ ამ ხელა საქმეს მე ვერ გავაკეთებ და მოდი რა, ეს საქმე რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯებად დავყო, კაიძენი ქვია, იაპონური ტექნიკა, პატარა ნაბიჯების ტექნიკა. ოღონდ აუცილებლად უნდა გავაკეთო ის, რაც გასაკეთებელი მაქვს და ამისათვის გაგიზიარებთ ახლა იმ ჩემ ტექნიკას, რომელიც მე შევიმუშავე და ის შემდეგში მდგომარეობს. პირველად მაგალითად მე მინდა რომ აი არ ვიცი, რაღაცა, ავდგე დილით ადრე, ყოველ დღე. მარტივი მაგალითი ავიღოთ, ყველამ შეგიძლია მე რისი გაკეთებაც გენდათ, იმაზე გადაარგოთ ეს მოდელი. ავიღო მარტივი მაგალითი და იმაზე ვიმუშაო და მე ვამბობ, რომ მე დილით ადრე ადგომა მიჭირს. და მინდა რომ ავდგე ყოველ დღე 6 საათზე. გადავწყვიტე, რომ ხვალიდან ავდგე 6 საათზე, ხო? და პირველი დღე ავდექი 6 საათზე. მე ჩემ თავს ვაჯილდოებ 100 შ. წერ 100 შ-ს. შეიძლება გააკეთოთ კედელზე გააკრათ, შეიძლება ნახე, კი წინასწარ კი არ ვიტყვი ახლა რას ვწერთ, იმიტომ რომ რაღაც საინტერესო იყოს, ხო? დავწერე პირველი 100 შ, შ უკვე მაქვს. მეორე დღესაც ავდექი 6 საათზე. ჩემ თავს ვაჯილდოვებ მეორე 100-ი, ეს არის E. მესამე დღესაც მოვახერხე. დავდექი 6 საათზე. მაქვს მესამე 100 V. შევ. აი მეოთხე დღეს, წინა დღეს დაქალებთან ვიყავი, ბევრი ვიჭორავე და ძალიან გვიან მოვედი და დაძინება ვერ მოვახერხე თუ მეგობრებთან ვიყავი. ვეღარ მოვახერხე ადრე ადგომა რა. და ავდექი 10 საათზე. ანუ ის 3 დღე ფაქტიურად წყალში ჩამყარე, რას ვაკეთებ? სწორად მიხვდით. ვშლი ამ 3-ვე 100-ს და ვიწყებთ თავიდან. შ 6 საათზე ავდექი, მეორე დღესაც ავდექი E, V, Z, E. შემდეგი 100 რა იქნება ამა? თქვენ დაამთავრებს. შევ, ძე,
ლი მართალია. შევძელი. ჩემ თავს ვაჯილდოვებ ამ სიტყვით, რომ შევძელი. 7 დღე. მე ყოველდღე ავდექი 6 საათზე. შემდეგ მოხდა ისე, რომ გავერთე ფილმის ყურებაში, ისევ ჩამეძინა სამწუხაროდ და წყალში გადავყარე ეს 7-ვე დღე. რას ვაკეთებ? სწორად მივხვდით. ისევ ვშლი ამ ყველაფერს. წყალში ჩავყარე ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ვერ შევძელი. ვიწყებ თავიდან. შ ე ვ ზ ე ლ ი. ისევ მაქვს 7 დღე შევძელი. ვაგრძელებ შემდეგი დღეები შევძელი. და მოვედი აგერ მე-15 ასოზე. ისევ მაქვს შ. და დილა გამეღვიძე 6 საათია, მაგრამ ისე მეზარებაა დგომა, რომ ვფიქრობ, მოდი რა ერთი კარგი გამოძინება ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ როგორ ეს 2 შევძელი, ეს 14 დღე წყალში როგორ გადავყარო და ვფიქრები, რომ არ მიღირს ამის წყალში გადაყრა, წამოვხვდები ისევ 6 საათზე და ვაგრძელებ. სამი შევძელი მაქვს, ხო? თითოეული 7 ასოსგან შედგება. 3 ჯერ შევძელი, გამომივიდა 21 ასო. იცით, რომ ქცევა, რომ ჩვევაში გადავიდეს 21 დღეა ამისათვის საჭირო. ეს უკვე ჩემთვის ბევრად იოლი გასაკეთებელია 21 დღის მერე, მაგრამ მის განსამტკიცებლად შეგვიძლია გავაგრძელოთ. მადლობა. ისევ 7 ასოა, ერთი მადლობა. მეორე მადლობა. და მესამე. მადლობა სამყაროს. ესეც არის 21 დღე. გამოვიდა 42 დღე. 40 დღე ფაქტიურად საკმარისია იმისათვის, რომ ეს ქცევა მე ჩვევაში გადამივიდეს. თუ გამოგადგებათ, გჩუქნით ბატონო, იმიტომ რომ მე ძალიან მადგება. როცა რაღაცის კეთება მიჭირს, ისეთი მამოტივირებელია ჩემთვის, რომ ხედავ აი ეს ასოები თანდათან როგორ იმატებს, სცადეთ თქვენც. ბავშვის შემთხვევაშიო თუ გამოგდგებაო, რატომაც არა? ბავშვებისთვის პირდაპირ რო ხედავს ბავშვი როგორ ივსება, როგორ გადის თანდათან, მისთვისაც რა თქმა უნდა გამოგდგება. სიზარმაცის და პროქრასტინაციის დასაძლევად ყველაზე კარგი გზა რა არის, ხო? თვითმოტივაცია. რა არის ახლა მოტივაცია? რა თქმა უნდა, მოტივაციაც ლათინურიდან მომდინარეობს და გულისხმობს მოძრაობას, მიზნისაკენ სწრაფვას, მიმართულების მიცემას. მოტივაცია ეს არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც მოქმედებისაკენ გვიბიძგებს. აქ ალბათ უმეტესობა ფსიქოლოგები ბრძანდებით და ძალიან კარგად მოგეხსენებათ ადამიანური მოტივაციის მატრიცა არაჩვეულებრივად დაალაგა აბრაჰამ მასლოუმ თავის ნაშრომში. და მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიას პირამიდის სახე აქვს. მართალია ამბობენ, რომ მასლოუს პირამიდა სულ არ შეუქმნიაო, მაგრამ ისე კარგად ჩაჯდა ამ პირამიდაში, რომ გადასარევად. და რა ხდება ახლა პირამიდაში შეგახსენებთ, შეიძლება ჩვენ არაფსიქოლოგებიც გვესწრებიან და მათ გასაგონად, რომ მასლოუს პირამიდა არის აგებული იმაზე ადამიანის მოთხოვნილებები როგორ ვითარდება. პირველი 2 საფეხური მასლოუს პირამიდის ძირში ესენია ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და უსაფრთხოება. პირველ რიგში ადამიანს უნდა ჰქონდეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული. უნდა ჰქონდეს საკვები, უნდა ჰქონდეს წყალი, პირველი რაც აუცილებელია და მეორე უნდა ჰქონდეს ჭერი და უნდა ჰქონდეს თავდაცვის საშუალება, უსაფრთხოება მისი უნდა იყოს დაცული. მხოლოდ ამ 2 საფეხურის შემდეგ
როცა ეს ორი საფეხური მეტნაკლებად არის დაკმაყოფილი, უკვე უჩნდება ადამიანს მოთხოვნილება მესამე საფეხურის, რომელიც არის სოციალური საფეხური, ეს არის მეგობრობა, სიყვარული, მიკუთვნებულობა ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ. სოციალური საფეხური, როცა დაკმაყოფილებული აქვს ადამიანს, შემდეგ გადავდივართ უკვე ადამიანს უნდა უკვე დაფასება, მისი შრომის დაფასება, აღიარება. და მასლოუს პირამიდის ბოლოში, სულ ბოლოში გახლავთ ეს თვითრეალიზაცია, თვითგანვითარება და თვითმოტივაცია. მასლოუ მიიჩნევდა, რომ თუ მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მაშინ ეს მოთხოვნილებები მოტივატორი აღარ არის. და საჭირო აი, რომელი საფეხურის მოთხოვნილებებიც არის დაკმაყოფილებული, ხო, ის მოტივატორის როლს აღარ თამაშობს და გვჭირდება გადავიდეთ უფრო მაღალ საფეხურზე და უფრო ახალი მოთხოვნილებები გაგვიჩნდეს, იმიტომ რომ ის იქცეს ჩვენი მოტივაციის წყაროდ. და ასე გადავდივართ ჩვენ პირამიდის შემდეგ და შემდეგ საფეხურზე. მაგრამ თანმიმდევრობა შეიძლება რომ შეცვლილი იყოს. ეს თანმიმდევრობა შეუცვლელი არ არის, მაგრამ ძირითადად ეს თანმიმდევრობა არის ისე, როგორც ახლა მე დაგილაგეთ, როგორც მასლოუმ თქვა. ადამიანები, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში კარგავენ მოტივაციას, იმიტომ რომ მოტივაციის ენერგია თანდათანობით მცირდება და მას სჭირდება ხოლმე შევსება და იმისათვის, რომ მოტივაცია ავიმაღლოთ, კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო. მოტივაციის ამაღლებაზე პირდაპირ მოქმედებს იმის გააზრება, თუ რამდენად გააზრებული გაქვთ თქვენ მიზანი. თუ ზუსტად თუ იცით რა გინდათ და თუ იცით რაც გინდათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის. და მეორე, რამდენად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ამისი მიღწევა მე შემიძლია, რამდენად მჯერა ამისი, რომ მე ამისი მიღწევა შემიძლია. ეს მიზნის დასახვა არის პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ დავინახო აქამდე უხილავი რაღაც. რომელიც არ არსებობს ბუნებაში რა, უნდა დავსახო ჯერ მიზანი, რომ აი რაღაცა, რომელიც სადღაცა ფიქრებში მაქვს, რომ აი კონკრეტული სახე მიცე, რომ მე ეს მინდა და უკვე მოტივაცია იმატებს, როცა მე უკვე ზუსტად ვიცი, რომ აი ეს მინდა, აი აქეთკენ მივდივარ, ხო? და ძალისხმევას არ მიშურებ და მოქმედებ. მე მქონდა ესეთი შემთხვევა, ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ იცი რა, მუშაობა მინდაო დავიწყო და შენო ნახევარ საქართველოს იცნობოდა. ერთიო დამეხმარე რომ მუშაობა დავიწყო. რა თქმა უნდა, ნახევარ საქართველოს კი ვიცნობ, მაგრამ მუშაობაში დახმარება, რა ვიცი. მე ეჭვება, რომ შემიძლია, მაგრამ მას რომ არ წენოდა, ვიფიქრე, რომ მოდი, ხო? გავარკვიოთ მეთქი, საერთოდ რაზეა ლაპარაკი. კაი, მე უთხარი, დაგეხმარები, კი ბატონო, მაგრამ რა გინდა? რა მინდაო და მუშაობა მინდა დავიწყო. გავიგე, მოთხარი მუშაობდი, მაგრამ გინდა კონკრეტულად. აიო, დილით რომ ვდგებოდეო, სამსახურში რომ მივდიოდეო, მერე რომ მოვდიოდეო, ჩვენ ის თაობა ვართ, როცა სამსახურში წასვლა ასოცირდებოდა გართობასთან, მეგობრებთან ურთიერთობასთან, შეიძლება სამსახურში არც არაფერი არ გეკეთები და უბრალოდ ეს იყო რაღაცა კლუბი. მიდიოდი, ერთობოდი, მოდიოდი, ხელფასი გქონდა მშვენიერი და უმეტესობა სამსახურები ამ პრინციპით არსებობდა. ეხაც აი მინდაო სამსახურში წავიდე, მოვიდე, კაი, კი ბატონო, მთვარე, რა გინდა? ვერ მითხრა რა გინდა. ნუ რაღაცა მინდაო. კარგი, მე ვუთხარი, მაშინ მივუდგეთ ესე. რისი კეთება იცი? რა შეგიძლია რომ გააკეთობდეთ? მე ყველაფერი ვიცი. ძალიან ნიჭიერი ადამიანია მართლა და ჩვენ თაობაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი დარჩა ისე რომ თავისი საქმე სამწუხაროდ ვერ იპოვა, იმიტომ რომ ის რიცი კეთებაც იცოდნენ და რასაც აკეთებდნენ, ფაქტიურად ის საქმეები აღარ არსებობს, ისე შეიცვალა ყველაფერი და ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი დარჩა ჰაერში. და ვეკითხები რომ აი რისი კეთება, ყველაფრის კეთება ვიცი, აი კონკრეტულად რისი კეთებაც. რა თქმა უნდა ვერ მითხრა, რისი კეთება იცოდა და აბა როგორ მივალ მე იმ მისამართზე თუ არ ვიცი სად მივდივარ, ხო, ეს რაჭული ანეკდოტი გამახსენდა ეხლა, რომ რაჭველები რო ჩამოვიდნენ თბილისში და გასვენებაში მიდიან. და ჩამოვიდნენ მთელი ამბავი და ტაქსი უნდა გააჩორდა. სად მიდიან და აი იმასო დამიანესო რომ გარდაეცვალაო დედაო იქ მივდივართო და მისამართი იცითო და უი არ ვიცითო, არაუშავს ეხავეო, გავაგზავნით დეპეშა ზამბროლაურშიო და გვეტყვიანო და გააგზავნეს დეპეშარო. დამიანეს მისამართი იცითო? იქიდან მოვიდა პასუხი ვიცითო. ახლა წარმოიდგინე, ხო? ხო ვერასოდეს ვერ მივიდოდნენ ის ადამიანი, რა თქმა უნდა, ის დამიანეს დედას უამათოდ დაასაფლავეს და ისე წავიდნენ უკან, რომ სამძიმარზე მისვლა ვერ მოახერხეს. ასე რომ თუ ჩვენ არ ვიცით სად მივდივართ და მიზანი არ აგვაქვს დასახული და დანახული, რა თქმა უნდა,
თავისთავად ვიზარმაცებ. მქონდა ესეთი შემთხვევა, მე კოუჩიც ვარ, მოგეხსენებათ და ერთი ბიჭი მოვიდა და მითხრა, რომ მეო მინდაო მივახციო ჩემ ბიზნესს. რა არის შენი ბიზნესი? ბევრი ფული მინდა მქონდესო. ბევრი ფული, აი როგორ გინდა რომ გქონდეს მეთქი და არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ბევრი ფული მქონდესო. რა თქმა უნდა, ეს არ არის მიზანი. მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, უნდა იყოს მიღწევადი, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ უნდა იყოს მე უნდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მე ამის გაკეთება შეიძლება. შეიძლება ამის გაკეთება შემილია, მაგრამ თუ რწმენა არ მაქვს, ეს არ გამომივა და ძალიან მიყვარს მე ჯორჯ დანცინგის მაგალითი, რომელიც მათემატიკოსია, ნობელის პრემიის ლაურეატი, მოგეხსენებათ და როდესაც სტუდენტი იყო თქვენსავით, ძალიან უყვარდა დილის ძილი და ხშირად აგვიანებდა ხოლმე ლექციებზე. ჩვენ ერთ დღესაც მოკლედ ლექციაზე დაგვიანებული მივიდა. აღმოჩნდა, რომ ლექცია დამთავრებულია და უკვე გამოდიოდა ბოლო სტუდენტი აუდიტორიიდან და ჯორჯმა მოასწრო მარტო დაფაზე დაწერილი 2 ამოცანის ჩაწერა. მეტი ვერაფერი ვერ მოასწრო. და ძალიან იჭიერი ადამიანი იყო. ყველა ამოცანას ფაქტიურად ხსნიდა, მისთვის შეუძლებელი ამოცანები არ არსებობდა, მაგრამ მის და გასაკვირად უნდა ითქვას, რომ ამ ამოცანების ამოხსნა მას გაუჭირდა. და ერთი კვირა იწვალა, სანამ ამოცანებს ამოხსნიდა. ამოხსნა მოკლედ ბოლოს ეს ამოცანები და მიუტანა პროფესორთა ბოდიში მოუხადა, რომ არ ვიციო რა, არ მიჭირს ხოლმე ამოცანების ამოხსნა, მაგრამ რაღაცა ამ ამოცანების ამოხსნა რაღაცა გამიჭირდაო, მაგრამ ამოხსენიო. პროფესორმა შეხედა, ამოხსენი, დამიტოვე, დაუტოვა. მეორე დღეს დილით ეს პროფესორი შევარდა დანცინგის ოთახში და წამოაგდო ფეხზე. შენო ამოცანები ამოხსენიო, როგორ ამოხსენიო? რა ვიციო, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ამოხსენიო. იცი რა ამოხსენიო? არ ვიციო. შენ ამოხსენი ამოცანებიო, რომელიც ამოუხსნელ ამოცანათა რიცხვს განეკუთვნებოდაო. ეს იყო ამოცანები, რომელიც აინშტაინმაც ვერ ამოხსნაო. რატო ამოხსნაო? სწორად მივხვდით. იმიტომ ამოხსნა, რომ ის დარწმუნებული იყო თავის თავში. იცოდა, რომ ის ყველა ამოცანას ხსნიდა და ჩვეულებრივი საპროგრამო ამოცანა მისთვის პრობლემა არ იყო. მას რომ სცოდნოდა, რომ ეს ამოცანები ამოუხსნელ ამოცანათა რიცხვს განეკუთვნებოდა და აინშტაინმაც ვერ ამოხსნა, თავის რწმენაში ეჭვი შეეპარებოდა და ძალიან დიდი ალბათობით ვერ ამოხსნიდა, ხო? ბუნებრივია. და ჩვენ ძალიან ხშირად, სხვათა შორის ძალიან მიყვარს ჰენრი ფორდი ამბობდა, რომ ადამიანსო ძალიან ხშირად იმაზე მეტის გაკეთება შეუძლიაო, ვიდრე მას გონია საკუთარ თავზეო. ასე რომ მიეცით ხოლმე თქვენ თავს იმისი საშუალება, რომ დაგიმტკიცოთ, რომ ის იმაზე მაგარია, ვიდრე თქვენ გგონიათ. და როგორ უნდა მივცეთ ამის საშუალება, ხო? მოქმედებით. მოქმედება და მხოლოდ მოქმედება. ილიას სიტყვები არის გენიალური რა. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, ჩემოთერგო. თუ არადა, დამყაყებულ გუბედ გადაიქცევი და ბაყაყებით აივსებიო, ხო? მოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მაგალითად, თუ მაგ ორი ვარიანტი, როდესაც ან უნდა გავაკეთო, ან არ გავაკეთო, აუცილებლად ვირჩევ მოქმედებას. რატო? იმიტომ რომ როცა რაღაცა მაქვს გასაკეთებელი, ხო? მაგალითად, მე მქონდა ესეთი შემთხვევა, ცურვა არ ვიცოდი ძალიან დიდი ხნის ასაკამდე და მინდა რომ ცურვა ვისწავლო, რა ყველა ცურავს და მე კიდე არ ვიცი ეს ცურვა. და ვფიქრობ, ვისწავლო, არ ვისწავლო. მე ვიფიქრე, რომ კაცო, ვცდი? თუ ვისწავლი, ხო ვისწავლი და თუ არ ვისწავლი, ისედაც არ ვიცი ცურვა და ესედაც არ ვიცი და რა პრობლემაა თქო. ვცადე. დღეს მე ვცურავ. და აი ზუსტად იმას ვამბობ ხოლმე, რომ როცა მაქვს რაღაცა ვარიანტი და რაღაც უნდა გავაკეთო, ხო? 100% არ არის ეს საქმე გამოსული. 100%-ით არ გამოდის. თუ მე ვცდი, ხო? უკვე 50% მაქვს, რომ ეს შეიძლება გამოვიდეს. მთელი 50% და ვცადო. სხვათა შორის პალიატიურ განყოფილებაში მოხუცი ადამიანები იწვნენ, არა მარტო მოხუცები რა, ადამიანები, რომლებიც უკვე ფაქტიურად აი ძალიან მძიმე სცენის, აი უკანასკნელ დღეებს, როცა ითვლიან სიცოცხლის და მათი გადარჩენის იმედი არ არის და მათთან ჩატარდა ასეთი გამოკითხვა, რომ რაზე გწყდებათ გული? რა არის ის, რასაც ნანობთ? რა გგონიათ, რა იყო? არავის არ წყდებოდა გული იმაზე, რაც გააკეთა და შეცდომა დაუშვა.
არც ერთ ადამიანს ყველას გული იმაზე წყდებოდა, რაც არ გააკეთა. ესე რომ სიცოცხლის ბოლოს რო არ და თუ მაინც და მაინც უნდა ინანო, კაცო. რაღაცას რო არ ვაკეთებ, მგონია, აი მე რო ეს გამეკეთებინა და მე ეს მტანჯავს და მაწუხებს და გავაკეთო და გავიგო რომ ეს რო გამეკეთებინა რა იქნებოდა. თუ გამოვიდა და თუ არ გამოვიდა, ხო, ისედაც არ არის გამოსული, ხო? და აი ვინ არიან წარმატებული ადამიანები? აი თქვენი აზრით, ვინ არიან წარმატებული ადამიანები? წარმატებული ადამიანები არიან ყველაზე წარუმატებელი ადამიანები. და არის კიდევ ესეთი ისტორია, გვარებს ძალიან ცუდად ვიმახსოვრებ, მოკლედ ერთ-ერთი მწერალი, რომელმაც ბესტსელერი დაწერა და აი ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა. პრესკონფერენციას მართავს და არის შეკრებილი BBC და ის და ეს და ეკითხებიან და რა მაგარია და რა იღბლიანი ხართ და როგორ გაგიმართლათ და კიო, ძალიან გამიხარდა, გამიმართლაო, ოღონდ გამიმართლა იმის მერე, რაც 22 წიგნი აღმოჩნდა უშედეგო. ხო და ის 22 წიგნი რო არ ყოფილიყო, ეს 23 იღბლიანი ვერაფრით ვერ იქნებოდა, ხო? იმ ბიჭის ამბავი იცით, ხო, ყველამ რო არ გაუმართლა. არიცით? არა, იმიტომ რომ არ გაუმართლა და დაანება თავი და უიღბლოვა რო იძახის. ესეთი ადამიანები იმდენია ჩვენს გარშემო, რომ აი რა ვიცი. და მეოთხე ის რაც დაგვეხმარება ამის დაძლევაში არის შეუპოვრობა. წინააღმდეგობის დაძლევა, არ დანებება. აი ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ მე თვითონ რამდენჯერ წავიქეცი და რამდენჯერ ავდექი, რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ იცი რა ეს არ გამოგივა. წადე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ და მე იცით რა მაგარია, რა სიამოვნებაა ის, რომ აი გამომივიდა და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მაგალითია, რომელსაც ახლა მე მოგიყვებით, ეს არის ლეიტენანტ სიმფსის მაგალითი. მოკლედ ამერიკის ჯარებში ნათია წერს, რომ იქნება საუბარმა მაინც მაიძულოსო, რომ სადიპლომო დავწერო. რა ვიცი, ნათია იქნება ჩაუჯდა სადიპლომო პროექტს. თუ ეს შენია, თუ ეს შენ სიამოვნებას განიჭებს და თუ ეს არ არის მშობლების თავსმოყვეული რაღაცა და მეც მაწყობდა რომ ჭანდაბას ერთი ვისწავლო და რამდენი დიპლომია ბალიშის ქვეშ ამოდებული, რამდენიც გინდა. თუ ეს საქმე მე მიყვარს, მაგრამ ამას ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდები. ჯერ მინდა შეუპოვრობაზე და წინააღმდეგობების დაძლევაზე გელაპარაკოთ და ფარხმალის არდაყრაზე და ვამბობდი ლეიტენანტ სიმფსის მაგალითი, მეთქი რომელიც მე ძალიან მიყვარს. მოკლედ ამერიკის ჯარში მსახურობდა ესეთი ლეიტენანტი სიმფსი, რომელიც იყო ძალიან ენერგიული ადამიანი რა და სულ უნდოდა რომ გაეუნჯებოსებინა ჯარის მდგომარეობა, რომ ჯარი უფრო ამერიკის ჯარი რომ უძლეველი ყოფილიყო, მისი მიზანი იყო რა, რომ რაღაცა შეეცვალა ამ ჯარში, ისე რომ უკეთესობისკენ წასულიყო. დაწერდა მოკლედ ეს სიმფსი, მოიგონებდა რაღაცას, გააგზავნიდა შტაბში, მოვიდო და იქიდან უარი. თქვენი პროექტი დაწუნებულია. დაწერდა მეორეს, გააგზავნიდა, მოუვიდო და უარი, დაწუნებული. მოკლედ, იმდენჯერ აგზავნა ეს თავისი წინადადებების შტაბში, რომ დაღალა ის ხალხი და თქვენს, რომ იცი, ამ სიმსმა რა გაახურა საქმეო რა. მოდიო ერთ ისეთ ადგილას გაუშვათო, სადაცო ვერაფერს ვერ მოძებნისო, გასაუმჯობესებელსო და გაუშვეს გემზე, რომელიც ჩინეთის სანაპიროსთან იდგა. და იქიდანო იმ შუა ოკეანიდანო რას მოიფიქრებს, რომ ეხლა შუა გულ ოკეანეში. გაუშვეს მართლაც ამ გემზე და ლეიტენანტი სიმფსი, რისი ლეიტენანტი სიმფსი იქნებოდა, რომ იქაც არ დაეწყო ფიქრი. შეამჩნია, რომ როცა მაშინ ამერიკის კი არა და საერთოდაც გემებზე იდგა ქვემეხები და ქვემეხების სროლა ხდებოდა, მაგრამ სიმფსმა შეამჩნია, რომ ქვემეხს ფაქტიურად სესაშინებლად უფრო იყენებდნენ, იმიტომ რომ როცა მიზანს დაუმიზნებდნენ და ქვემეხს ისროდნენ, გემი ხო დრეიფზე იყო, ყანყალებდა დაუმიზნებდი ერთი ადგილიდან შეყანყალდებოდა ეს გემი და ფაქტიურად 99% მიზანში არ ხვდებოდა. და დაფიქრდა, რომ რაღაცა ისეთი უნდა მოვიგონო, რომ ეს ჭურვიო მიზანში ხვდებოდესო და მოკლედ მართლაც ბევრი იფიქრა და შექმნა ბალიში, რომელიც ამ დრეიფს მიყვებოდა
და როცა უმიზნებდი ამ ქვემეხიდან, ფაქტიურად ეს წონასწორობას ინარჩუნებდა ეს ბალიში, საშუალებას აძლევდა და იქვე შეამოწმეს და თითქმის 100%-ით ჭურვი ხდებოდა მიზანს. გაგიჟდა, რა მაგარი რამე აღმოვაჩინეო, ბოლო-ბოლო ჩემ მიზანს მივაღწიეო, რომ ამერიკის ჯარიო ფაქტიურად უძლეველი ჯარი გახდესო და უკეთესი ვიდრე იყო. დაწერა სასწრაფოდ პატაკი და გააგზავნა შტაბში. რა მოხდა? რა თქმა უნდა, ჩემო კარგებო, ისევ ის მოხდა, რაც აქამდე ხდებოდა. წაიკითხეს მისი გამოგზავნილი და თქვეს, რომ არ ვარ გაო ეს პროექტი. მაგრამ კაიო, რა ხანამდენი უწვალეო, დავიბაროთ აქ შტაბშიო, იმიტომ რომ არ მოგოსვენებსო მაინცო და დაიბარეს და უთხრეს, რომ კარგად ბრძანდებოდეო რა, შენი პროექტიო, არ ვარ გაო. წამოვიდა ეს ჩვენი სიფსი, ძალიან დაღონებული და იფიქრა, რომ ჩემ მიზანსო ვერ მივაღწიეო, ჩემ ცხოვრებას აზრი არ აქვს და თავი ხوار მოვიკლავ. და ესეც დაღონებული იყო, მაგრამ მოდიო რა, ერთი 1001-ად კიდევ ცდიო. და გააგზავნა ეს თავისი პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, რუზველტთან. მივიდა ეს წერილი კანცელარიაში და რუზველტს ჰქონდა ჩვევა თურმე რომ ჩადიოდა და უშუალოდ თვითონ კითხულობდა რომ ჩემთან რა წერილებია მოსული. უთხრეს რომ იცით ვიღაცა სიმპსის წერილია მოსულიო აგერ ოკეანიდან რომ ვიღაცა მექვემე ხესიო და რა ვიცი არც ვაპირებდით რომ ეს წერილი თქვენთვის მოგვეცაო რა ვიცი. ნუ იმათრობ ეგ გითხარით რომ ყველა წერილი ჩემამდე უნდა მოვიდეს. აიღო ეს წერილი. მომეცით მომ დაინტერესდა ძალიან. რატო დაინტერესდა ესე ძალიან? თურმე თავის დროზე როცა რუზველტი ჯარში მსახურობდა მექვემე ხე იყო. ზუსტად იცოდა ქვემეხების პრობლემა რაში მდგომარეობდა. წაიკითხა და გაოგდა. ფაქტიურად კაცმა გადატრიალება მოახდინა. სასწაული აღმოაჩინა. დაიბარეს ეს შენი სიმფსი. და რა მოხდა? სიმფსი გახდა ადმირალი. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სკოლების, სადაც ამ ჯარის ამბებს ასწავლა, ამხედრო სკოლების უმეტესობა სიმფსის სახელს ატარებს, ჩემო კარგებო, და ფაქტიურად ამერიკის ჯარები უძლეველი გახადა ამ გამოგონებამ. ასე რომ ის რომ შეუპოვრობა არ გამოეჩინა, რომ დაზარებოდა ვინიცის სამყაროს და მსოფლიოს ისტორია სხვანაირად განვითარდებოდა და სიმფსის სახელი ეწოდინებოდა კი არა, არც არავის არ ემახსოვრებოდა, საერთოდ თუ არსებობდა ესეთი ადამიანი. ძალიან მიყვარს თომას ალვა ედისონის გამოთქმა, როცა მას უთხრეს, რომ აუ, შენო როგორ შეძელიო, რომ ამდენჯერო ამდენი შეცდომა დაუშვიო და მაინცო არ დაეციო სულითო და მაინცო სანამ ნატურა არ გამოიგონეო, მანამდე იწვალეო და მეო შეცდომა არ დამეშვიაო. მეო უბრალოდო 10,000 მეთოდი, არასწორი 10,000 მეთოდი აღმოვაჩინეო. სანამ ის მეთოდები, რომლებიც არ მუშაობსო, სანამ აღმოვაჩენდი მეთოდსო, რომელიც იმუშავებდა. და ძალიან მნიშვნელოვანია, აი ზუსტად ის რომ გავიაზრო, რომ თუ ეს მიზანი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე აუცილებლად ვცდი 10,000 ჯერ და 1000-ად. არ არსებობს რომ შრომა არ დაგიფასდეს. აი 1%-იც კი არ არსებობს. და ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით мотиваციაზე რომ ვლაპარაკობ, мотиваციაც ერთი შეხედვით რა არის мотиваცია, ხო? და იმისთვის რომ мотиваცია მქონდეს, მე უნდა გარედან ბიძგი მჭირდება ზოგჯერ, ხო? გარემოდან ველოდებით რაღაცა ბიძგს. ეს შეიძლება იყოს რაღაცა საჩუქარი, ეს შეიძლება იყოს აღიარება, ეს შეიძლება იყოს რაღაცა ჯილდო, მოკლედ რაღაცა, რაც მე გარედან უნდა მივიღო. და კი ბატონო, ჩემი ცხოვრების განმავლობაში უამრავი мотиваცია მქონია. იერარქიის რომელ საფეხურზეც არ უნდა ყოფილიყავი, მაგრამ ეს мотиваციები ოდესღაც ყოველთვის მთავრდებოდა. და იწყებოდა მე მჭირდებოდა ახალი мотиваცია იმისთვის, აი თუნდაც ავიღოთ, რომ აი ვოცნებობ, რომ მქონდეს სახლი. ვაგროვებ, ვაგროვებ, мотиваცია მაქვს, მუშაობ რაღაც და ვიყიდე ეს სახლი, ხა? კაი, ბედნიერი ვარ, ერთი დღე ურთხე და მე ისე მივეჩვი ამას, რომ ჩაულებრივად მიმაჩნია.
ვემზადები ერთი წელი გამწარებული, რომ ჩავაბარო იმ ინსტიტუტში, სადაც მე მინდა. ვემზადები, სწავლობ, мотиваცია მაქვს, რომ უნდა ჩავაბარე. ცოტა ხანი კაი, ხო, რა, ჩავაბარე, მიხარია. ახალი мотиваცია მჭირდება, იმიტომ რომ ის ძველი мотиваცია აღარ გამომადგება, ხო? ეს გარეგანი мотиваციები მთავრდება და მივხვდი, რომ ეს რაღაცა სხვანაირად არის აქ საქმე რა, რომ ის გარეგანი мотиваციები არ არის მნიშვნელოვანი და რაღაცა სხვა ჭირდება ადამიანს იმისათვის, რომ დაძლიოს ეს სიზარმაცე, იმისათვის, რომ წარმატებული იყოს. ისას რომ მიიღწევ შემდეგი რა უნდა იყოს, ხო? და ფიქრობდი ამაზე და უცებ აცნობიერებ, რომ ეს, რომელიც გარედან მოსული мотиваციაა და რომელიც ყოველთვის მთავრდება, არ არის მთავარი. მთავარია ის, რომელიც ჩემშია. რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად, რომელიც არ ჩანს, რომელიც ჩემ შიგნით იმალება, ის, რომელიც მართლა ჩემია. და შეიძლება იმიტომ არის დამალული, რომ ოდესღაც რაღაცის გაკეთება მინდოდა, არ გამომივიდა და მაგრამ ამისკენ მიდიხარ და ვერ მოისვენებ, სანამ არ მიაღწევ. ვერ მოისმენებ, სანამ ამ ამოცანას არ ამოხსნი, თუ ეს ჩემია, თუ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანის პოტენციალი არის ამოუწურავი. ადამიანი მუდმივად ვითარდება, განვითარება ზღვარი არა აქვს. აქედან გამომდინარე, мотиваციასაც შეიძლება ზღვარი არ ქონდეს, მაგრამ უყურეთ რა ხდება, გარეგან мотивაციას აქვს საზღვარი. რას არა აქვს საზღვარი? საზღვარი არ აქვს ჩემ შინაგან мотивაციას. თუ მე ის საქმე, რასაც ვაკეთებ, ძალიან მიყვარს, თუ ეს საქმე ჩემია, რა თქმა უნდა, ჩემი мотивაცია არასდროს არ მთავრდება. და მთლიანად ჩემზე ეს თვითმოტივაცია დამოკიდებული. ის, რაც მე არ მასვენებს შიგნიდან, ფაქტიურად არის ჩემი სიამოვნების წყაროც, ხო? ის მაძლევს სიამოვნების განცდასაც. რაღაც არ მასვენებს, რა ვერ მოგისვენია, რომ თუ აი აკეთებ თემებს, ლექციებს, კითხულობ, ხალხს იღებ. მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მე ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას. მე მივეკუთვნები იმ არამრავალ რიცხოვან ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც გაუმართლა, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი საქმე, რომელიც თავის საქმეს აკეთებს და ამაში კიდე ფულსაც გიხდია. და ირვინ იალომი არის ესეთი ფსიქოთერაპევტი და მისი დიალოგი იყო მეგობართან, რომ ისე უბნებოდა, რომ რა მაგარიაო რა, როცა საქმეს აკეთებო, რომელიც გიყვარსო და ამაში ფულსაც გიხდიანო. აი შენ რო ბევრი ფული გქონდესო, ფულს აიღებდიო კლიენტებისგანო? ირვინმა უთხრა, ფულს ავიღებდი კი არაო, მე რო ბევრი ფული მქონდესო, იქით მივცემდიო ჩემ კლიენტებს ფულს, რომ ჩემთან მოსულიყვნენ ფსიქოკონსულტაციაზეო. ესე ვარ მეც, ბევრი ფული რომ მქონდეს, იმ ადამიანებს, რომლებიც დაესწრებოდნენ ჩემ ლექციებს და ტრენინგებს და პირადად ივლიდნენ ჩემთან ფსიქოკონსულტაციაზე, იქით დაურიგებდი ფულს დიდი სიამოვნებით. ძალიან მაგარია, როცა შენი საქმე გიყვარს. ფაქტიურად არ მუშაობ. 24 საათი შეგიძლია იმუშაო, მაგრამ 24 საათი არ იმუშაო. ანუ ეს არის უბრალოდ სიამოვნების წყარო და რომელ სიზარმაცეზე და პროკრასტინაციაზე მე ვლაპარაკები, ერთი სული გაქვს. აი თუ გინდა რომ გაიგოთ, რომ თქვენი საქმე გიყვართ თუ არა, გინდათ თუ არა ის რაღაცა რომ გააკეთოთ. თუ თქვენ დილით ადგომა არ გეზარებათ იმ საქმის გასაკეთებლად, რაც გასაკეთებელი გაქვთ, ეს თქვენი საქმეა. თუ თქვენ ხალისით აკეთებთ ამას და ეს სიამოვნებას განიჭერთ, ეს თქვენი საქმეა. და ესეთი თუ მილიონერი ხართ, ძალიან დიდი ფული გაქვთ და ამ საქმის კეთებაზე მაშინაც არ ამბობთ უარს და მაშინაც იგივე საქმის კეთებას გააკეთებთ 10 მილიონი რომ მქონდეს. რა მილიონი, კაი, მილიარდი რომ მქონდეს, მაინც იმას გავაკეთებდი, რასაც ვაკეთებ. იმიტომ რომ ეს არის ჩემი საქმე, ეს არის საქმე, რომელიც მე მიყვარს და ეს არის საქმე, რომელიც მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და აქ სიზარმაცის დაძლევაზე აღარ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია სიზარმაცის არარსებობაზე საერთოდ, ხო? და მე სხვა мотиваტორი რაში მჭირდება? მე თვითონ ვარ თვითმოტივირებული ადამიანი და სიამოვნებას ვიღებ იმით, რასაც ვაღწევ. იმით ვიღებ სიამოვნებას, რომ ვიაზრებ, რომ იცი რა, მე ეხლა
დღის ბოლოს უფრო უკეთესი ვარ, ვიდრე დილას ვიყავი. ეხლა მე უფრო უკეთესი ვარ, მართლა ვიდრე დილას ვიყავი. იმიტომ რომ თქვენ გელაპარაკებით, თქვენ გაგიზიარეთ ჩემი ფიქრები და ჩემი აზრები და თუნდაც ერთი ადამიანი აი დიპლომს რო ჩაუჯდება და დაწერს, ეს უკვე აი ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა. თუნდაც თუ ერთი ადამიანი მაინც დავაფიქრე იმაზე, რაზეც მე ვილაპარაკე, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. და თქვენც ყველა უფრო უკეთესები ხართ, ვიდრე ამ ლექციამდე იყავით. იმიტომ რომ ხო რაღაცა ახალი გაიგეთ, ხო უფრო განვითარდით, ხო უფრო წინ გადადგით ნაბიჯი, ხო? და სიზარმაცე არ გეკარებათ თუ თქვენ საქმეს იპოვით. და მე ძალიან მიყვარს პაბლო პიკასოს გამოთქმა, არის ასეთი, როცა სხვები ამბობდნენო, რომ რატომ კითხვას რო სვამდენო, მეო ყოველთვის ვამბობდიო, რომ რატომაც არაო. და რატომაც არა ჩემო ძვირფასებო, რატომაც არ გავიგო ის ყველაფერი, რაც მე, რატომაც არ მოვსინჯო, რატომაც არ გავაკეთო ის, რატომაც არ გავრისკო თუნდაც. თუ არ გავრისკე, ვერასოდეს ვერ გავიგებ, ეს გამოვა, თუ არ გამოვა და მოვსინჯო. რატომაც არა. მიხარია თქვენთან შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გხედავთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტია. მე უთხარი კიდევაც თვითმმართველობის ახალგაზრდებს, რომ ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენ ჩათვლით, რომ გინდათ ჩემთან შეხვედრა, თუნდაც შევხვდეთ ჩვენ ვებინარზე, სადაც გვექნება უშუალოდ ურთიერთობის საშუალება და სადაც შეგვეძლება უფრო მეტი ვიკონტაქტოთ. როცა მაინტერესებს, აბა მიცადე რაღაცას მწერენ, წავიკითხოთ, აბა როცა მაინტერესებს საქმე, თუ არ მაინტერესებს, რა თქმა უნდა, უსასრულოდ გადავდეთ, რომ მართალია ამ სამი არგუმენტი და ყველაზე მეტად გერგება ჩემთვის ჩვევა და მნიშვნელოვანს გადადება, თორე ყველაფერი მშვენივრად გამოდის, მშვენიერია. პროკრასტინატორი ვარ და თანაც როგორ ყველა ვართ რაღაცა დოზით პროკრასტინატორები და 95% სამყაროსი პროკრასტინატორია. აი, ანა წერს რომ მთლიერი მასე ვართ, მთლიერი კი არა, მთელი სამყარო მასე ვართ. ხვალშუალედური მაქვს და იმედია მეცადინეობას დავიწყებო. აი, გაქანებული ბარბარე პროკრასტინატორი ხარ, მაგრამ იქნება და ეს შენი ფორმაა და ზუსტადაც სტრესში მოგწონს. მუშაობა და უფრო კარგ შედეგებს იღებ და უფრო მალე გადიხარ შედეგზე. არ ვიცით. კარგი. ვექლამ თუზი კლაბ. ძალიან კარგი. წარმატებებიო ბარბარეო, ბარბარე აბა წარმატე. დავიღუპე ვითომო ვიღაცა წერს. რატო დაიღუპე შვილო, დაუყვა? ჩემი გადაწყვეტილებაა. თუ მინდა რომ დავიღუპო, დავიღუპები, თუ არა და არა. რაცხა საშველიც იქნება. ბოლომდე უსმინე და რაღაცა საშველი იქნება, ვიღაცა წერს ვიღაცას. კი. კი ბატონო, სუშლაში და წერაში ვატარებთო. მოდი აბა შენც კარგად ათენე. მეც იმდენი მაგათენებული როგორც თქვენ, რომ მადლობაო, ძალიან მაგარი ტექნიკაო. კი, მშვენიერი ტექნიკაა და რაც თავარია მუშაობს. ნახოთ აბა რას წერენ კიდე თუ არის. სასწაულიაო, ეს მაგალითი ვიციო, რა თქმა უნდა, მე რაზეც ვილაპარაკე, ფაქტიურად თქვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით. უბრალოდ მე ეს ჩამოვაყალიბე და რაღაცა ძალიან ხშირად არის, რომ როცა მე რამე ვიცი და ხანდახან იცი რაღაც გადავარდნილი მაქვს თავიდან და აი ვიღაცის შეხსენება მჭირდება, რომ ეს ამოტივტივდეს. აქ ახალი მე არაფერი არ მithქვამს, უბრალოდ გაგახსენეთ ის, რაც თქვენ ისედაც კარგად იცით. ხო, ჭკვიანი უილ ჰანტინგის ერთ-ერთი სცენა მაგაზია გადაღებულიო. კარგი ბატონო. აბა ნახოთ რა მეკითხვა თუ არის. იდეა მაქვსო, მაგრამ ცუდი იდეაო. მინდა გითხრათ, რომ ცუდი იდეები არ არსებობს. არ არსებობს ცუდი იდეა. არსებობს დაუმუშავებელი იდეები, რომელსაც დამუშავება ჭირდება. კარგი. აბა ნახოთ, ლაივი ჩაიწერება თუ არა. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ძალიან დიდი მადლობაო, დიდი მადლობა თქვენ, ჩემო კარგებო. როგორ მოხდეთ თქვენთან ვებინარზეო თინამ წერს? თინა ჩემი არის პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი IDC. ან ესე IDC ფსიქოთერაპია კოუჩინგი, მე ვარ ლალი ბადრიძე და შეგიძლია დამიმატო Facebook-ზე. კიდე ხო, ჩვენ გვაქვს გვერდი ფსიქოჰაბი ქართულად. ჯგუფია, სადაც შეგიძლია დაემატოთ და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე მიიღებთ პასუხს არა მარტო ჩემგან, არამედ ბევრი ძალიან საინტერესო ფსიქოკონსულტანტი და ფსიქოთერაპევტისგან და ასევე კოუჩისგანაც და შეგვიძლია მე შევხვდეთ.
თუ გინდათ ონლაინ, თუ გინდათ ლაივში, მე ახალგაზრდებთან მუშაობა ძალიან მიხარია და მე თვითონ იმდენ პოზიტივს ვიღებ თქვენგან, იმდენ პოზიტივს, რომ და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.